სალამი მეგობრებო, ტური ჩემ სოფელში ბანძაში. ეს ჩემი შვილი ატარებს აქ არ შემჩნიათ. ეს ცენტრისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, ცენტრში დაგებულია, ბუნებრივია ასფალტი. არ იყო არასოდეს სხვათა შორის. ეს არის სინაგოგა, რომელზეც ცოტა მინდა რომ მოგიყვეთ. ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა ჩვენთან მარტვილში და ამიტომ ააგეს ეს სინაგოგა თვითონ. ეხა სოფლის მაცხოვრებლებს დაუტოვეს, ისინი რა თქმა უნდა უვლიან, აქ არის მათი საფლავებით. ეხლა უკვე მივდივარ მე ბაღისკენ, რომელიც სოფელს აუშენეს, უბრალოდ ძალიან ვბრაზობ, იმიტომ რომ ბაღი გადასარევით, ეს მისასვლელი გზა რას გავს. ეს უკვე უშუალოდ ბაღი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არის თანამედროვე, არის კარგი, არის ცენტრალური გათბობით და მოკლედ ასეთი სილამაზე ამ სოფელში მეტი არ დგას. ამიტომ მეც ვერ გაჩვენებთ ეგეთ კარგს. ეს უკვე არის ცენტრი, აქეთ მარცხენა მხარეს თუ გაიხედავთ, ხეს კარგად ვერ გადავიღე და არის ყოველ კვირას ბაზარი. ბაზრის დღეა ხოლმე და ძალიან ბევრი ხალხია კვირაობით. ესეც უკვე პოლიცია იყო, ეს საახალწლოდ მორთული ჩემი სოფელი ძალიან მომეწონა. რავი, მე რაც ბავშვი ვიყავი, ეს არ ღირსებია არასოდეს. აქედან უკვე მივდივარ ტაძარში, რომელიც ძალიან მომწონს, ეს არის ბანძის ტაძარი, რომელიც არის ახალი აშენებული. სოფელს ტაძარი, რავი, მე რაც დავდიოდი, არ ქონდა, რაღაც სახლში იყო ხოლმე წირვალოცვები, იქვე ცენტრთან. ეს არის ქვით აშენებული ულამაზესი ტაძარი. ეს უკვე არის სახლი, რომელიც არის ჩემი ქუჩის ჩასახვევთან და რავი, რაც თავი მახსოვს, მართლა ესე დგას. და ბოლოს ეს არის ჩემი მიწა, სადაც ერთ დროს იდგა ოდა სახლი და იდგა კუხნა სახლი, რაც აუცილებლად უნდა აღვადგინო და გავაკეთო. ღვთისწყალობით გამომივა და ჩავდგამ აქ ისეთ სახლს, როგორც აქაურობას შეეფერება. მადლობას მოგიხდით თქვენ. კადრებს დავაბრუნებ ისევ ტაძრის. მე მეტამ რომ მართლა ძალიან მიყვარს ეს ტაძარი. დროებით და გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.